ზესტაფონში კლასიკური დრამატურგიის ფესტივალი უშანგი გრძელდება. 3 დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტს სხვადასხვა ქალაქის თეატრალური დასები სტუმრობდნენ. მაყურებელმა 1 დეკემბერს შექსპირის უკტავი პიესა ოპელო გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების შესრულებით იხილა, რომლის რეჟისურა ალექსანდრე ელუშვილს ეკუთვნის. შევეცადეთ, რომ ეს არ ყოფილიყო ოტელო, არც ოტელოზე და არც დეზდემონაზე და არც იაგოზე ყოფილიყო ხალხზე. ხალხი, რომელიც საზოგადოება, რომელიც ჩვენმართ და რომელიც ქმნის ჯერ გმირებს და მერე იმ გმირებს თვითონაც პოპს. ზალში წავიდეთ ჩვენ. პასუხისგებლობა ძალიან დიდია, იმიტომ რომ ერთგვარად დეზდემონა წარმოადგენს ქალის სახეს, ასე ვთქვათ, ძალადობის მსხვერპლის სახეს. და შესაბამისად, ის რა ვითარებაც დღეს საქართველოშია, მაგის ფონზე ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო ამ როლის თამაში. ჩვენ ცოტა დიდი ხნით ადრე ვიცოდით, რომ აქ უნდა გვეთამაშა და უფრო მეტი მობილიზება გქონდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და არ ვიცი, შედეგი უკვე მაყურებელმა უნდა განსაზღვროს, რამდენად მოეწონა წარმატებას უსურვებ, როგორც ვატოს, ისე ზესტაფონის თეატრს და ეს ქალაქისთვის და არა მარტო ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია. მე საოცარი იყო თვითონ მაყურებელი. პირველად არ ხვდები მე ზესტაფონის მაყურებელს. არის ძალიან საინტერესო და ეს უკვე აი თეატრის გავლენა იგრძნობა ზესტაფონში, მართალი. თეატრის ფუნქციონირების და რეპერტუარის, რეპერტუარი პოლიტიკა არის ყველაზე მთავარი. რას თავაზობ, როგორ ზე იმაყურებს, როგორ მოგდებს მაყურებელი. მე ვარ ის თაობა, რომელსაც მინახავს დროის წინათაობის სპექტაკლები და ისევ აბსოლუტურად თანამედროვე, რომელიც მოვიდა, დარბაზი იყო სავსე ახალგაზრდებით და ყველა იყო ემოციით დამოკიდებული, იმიტომ რომ ახალგაზრდებისთვის ცოტა უცხოა შექსპირი და მერე შესაბამისად ოტელოს და ასე საოცარი ემოციები მაქვს. თეატრალური ფესტივალის მესამე საკონკურსო სპექტაკლი კი შექსპირბადე იყო, რომელიც რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობებმა სოსო ნემსაძის რეჟისორობით წარმოადგინეს. სპექტაკლი უილიამ შექსპირის უკტავი პიესების მიხედვითაა შექმნილი და მასში შექსპირის რამდენიმე პიესის, მეფე ლირის, ვენეციელი ვაჭრის, ოტელოს, ჰამლეტის და მაკბეთის პერსონაჟებია თავმოყრილი. კოვიდი ჩაკეტილობა ისედაც დამძიმებული იყო ხალხი აი ამ ყველაფრით და ჩვენ გვინდოდა აი ამ სპექტაკლით პირიქით მიგვეცა მეტი სტიმული, გამხიარულებული იყო მაყურებელი და ეგრძნოთ პირიქით სიმშვიდე და ყველაფერი ცხოვრება გრძელდება პირველში ამის თქმა გვინდოდა. კოვიდის პერიოდში ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა თეატრი, ვინაიდან ვერ ვიღებდით მაყურებელს და მაყურებლის გარეშე კიდე ჩვენ ვერაფერს ვერ ვქნით. და აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა იდეა, რომ იმ დაწესებულ რეგულაციებზე შეგვეხედა უბრალოდ კომედიური თვალით და მოგვერგო შექსპირის ნაწარმოებებზე ეს ამბავი და დავარქვით შექსპირბადე. შეეხება ზესტაფონს და ამ არაჩვეულებრივი თეატრალურ კერას, ასე ვიტყოდი მე პირადად, აუცილებელიც იყო, რომ ამ ქალაქში დაარსებულიყო ფესტივალი და მე ულოცავ ქალაქს, ვატო ჯუღელს პირადად და წარმატება მინდა უსურვო. მომდევნო საფესტივალო დღე მოზარდ მაყურებელთა თეატრს დაეთმო, რომელთაც შექსპირის პიესის ოტელოს თანამედროვე ადაპტირებული ვერსია თოჯინურ და ცოცხალი პლანის სინთეზით გაითამაშეს, რომლის რეჟისურა გია მარღანიასა და დიმიტრი ღვთისიაშვილს ეკუთვნით. 4 დეკემბერს კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი უშანგის შექსპირისეული ექსპრესის შემდეგი გაჩერება ფოთის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი ქარიშხალია, რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი. ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში პირველი კლასიკური ფესტივალი უშანგი 5 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.